ნომერი 7. დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა რამდენიმე წლის წინანდელი სტატიის ავტორებთან დააზუსტა ყველა საეჭვო მონაცემი. განიხილა სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინა, რომ ამ სტატიაში არსებული შეუსაბამობები და ხარვეზები წარმოადგენდა კვლევის პირვანდელი მონაცემების მიზანმიმართული ფაბრიკაციის, კვლევის მონაცემებში მიზანმიმართული ფაბრიკაციას ჰქონდა ადგილი. ჩამოთვლითაგან, რომელი იძლევა მოცემული დადგენილების მართებულობის ყველაზე ობიექტურ საფუძველს. პირველი, დამტკიცდა, რომ სხვა სტატია, რომელშიც მოცემული სტატიის საპირისპირო დასკვნა იყო გამოტანილი, უხარვეზო იყო. რადგან საპირისპირო დასკვნა უხარვეზო იყო, არნიშნავს, რომ ამათ ხარვეზიანად ჩაატარეს, ამიტომ პირველი გამოირიცხა. საგამოძიებო ჯგუფის მიერ ადრე შემოწმებულ ყველა სხვა სტატიაშიც დამტკიცდა პირველადი მონაცემების გაყალბება. რადგან წინა მონაცემებში დამტკიცდა გაყალბება, არნიშნავს, რომ აქაც დამტკიცდა, ამიტომ ბ-ს არ გამომდინარეობს. სტატიაში მოცემული პირველადი მონაცემები არსებითად განსხვავდებოდა სხვა სტატიაში ანალოგიური მონაცემებისაგან. რადგან არსებითად განსხვავდებოდა, არნიშნავს, რომ ფაბრიკაციას ჰქონდა ადგილი. განსხვავებული მონაცემები შეიძლება ჰქონდეს ისე, რომ ფაბრიკაციას ადგილი არ ჰქონდეს. არსებული შეუსაბამობებისა და ხარვეზების მიზეზი სტატიის რედაქტორის მექანიკური შეცდომა ვერ იქნებოდა. რადგან მექანიკური შეცდომა ვერ იქნებოდა, არნიშნავს, რომ ფაბრიკაციას ჰქონდა ადგილი. ამიტომ დ-ს გამოირიცხა. და დაგვრჩა მხოლოდ ე. წავიკითხოთ ეს. სტატიაში მოცემული პირველადი მონაცემების რეალურად შეგროვება ავტორების მიერ მითითებულ დროში შეუძლებელი იყო და მართლაც ეს არის. რადგან მითითებულ დროში შეუძლებელი იყო, ამიტომ მონაცემების დამატება გახდა საჭირო და მოიგონეს, ასე ვთქვათ, მონაცემები და მონაცემების ფაბრიკაციას ჰქონდა ადგილი. ამიტომ ე გამოვა სწორი.